მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კასთან. დღეს ჩვენი სტუმარია მუსიკოსი დათო ფორჩხიძე. როგორ ახარ დათო? კარგად. სასიამოვნო მიხარია, რომ როგორც იქნა შენთანაც მოვედი. ახალგაზრდობაში თმა რატო შეიღებე წითლად? წითელად არ შემიღებია, მრავალი ფერი შეიცვალა ამ თმებ. ზუსტად გეტყვი რატომაც შევიღებე. მაშინ ვიყავი, მიყვარდა R&B მუსიკა, ჟანრი არსებობს ესეთი და soul-ი და ანუ რასაც ჯგუფის სახე მღეროდა რა ფაქტიურად. მაშინ რასაც ისინი იცმევდნენ, ისე იცვავდი მეც. ტყავის შარლები გვეცვა, რაღაცეები, ვერცხლისფერი ჭყვიალა რაღაცები, რაღაც დაგუცინოდნენ კიდეც მაშინაც და ეხაც. და ხო, არა. სხვათა შორის ისეთ გემოვნებიანებიც ეგრეთ წოდებულები. ხო და ძალიან უცნაურად იყო ერთი ჯგუფი იყო დრუჰილი და მისი სოლისტი იყო ვიღაც სისკო. ცნობილი შენც იცი, მაგრამ ეხა ვერ იხსენებ რა და იმან შეიღება მოკლედ ეს და პირველად ნახე რომ შავი კაცი თეთრი თმებით და რაღაცა რა. მოდი მე შევიღებაო მეთქი რა, რაღაც ისეთ ეგრეთ წოდებულ ობრაში შევედი და მე ხაჩიძე ხუჯაძე ესენი მთელი რამიშვილები და ვერ იზამო ამასო რა. ანუ მე მივხვდი რომ თურმე ეს მხოლოდ და მხოლოდ ის კი არ არის რომ მე რაღაც MTV უყურე და რაღაც აქ თურმე მთელ სერს მენტალობაში დავეჯახები და გავრისკე იცი მე დავფიქრდი რომ ამას ვაკეთებდი, ამაზე გაბრაზდებოდნენ ვიღაცები, ჩემი მეგობრები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ, მამა ჩემი მოვიდოდა და იტირებდა და დედა ჩემი, ეს მოხდა ყველაფერი და საბოლოო ჯამში ისე უკან გადმოვიღებე, რაც კაპიტულაციაც იყო და რაც ის იყო, რომ ღირს ამისთვის ჭიდაობა თქო, იმიტომ რომ დავინახე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სასწორზე აყენებდა, რომ ამის სიმღერები კი გვევასება, მაგარი ტიპია, გვართობს, გვახალისებს, მაგრამ თმების შეიღება და თმების შეღებას მიქონდა რა, ეს წლობით ნამუშევარი და ისევ გადმოვიღება მეთქი დაწყნარდით რა. ასე რომ რაღაც პანკობა კი გამოვიდა, მაგრამ რომ თავიდანვე ის განცდა პროტესტი და ხიპი ვარ და მე სხვანაირი ვარ, ეს თავიდან არ ყოფილა, ამას ვაღიარებ. მე შემომექნა ეგ რა. ყველა ამბობს, რომ საქართველოში შანსი არ არის შოუ ბიზნესი, რომ განვითარდეს და ეთანხმები მაგას. შანსი არ არის განვითარდეს ისე როგორც არის განვითარებული ამერიკაში, ანუ რუსეთშიც, მაგრამ ისე როგორც საქართველოში შეიძლება განვითარდეს, მაგის შანსი არის. ეგ რაი რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ აი ესე ვფიქრობ რა, რომ იმ დღეს სახში მივედი და ჩემმა მეუღლემ დავახედა რომ მზესუმზი რა არ მიყვარს, არ ვყიდულობ და არც მძულს, მაგრამ იქ რომ მიდო ის ავდექი და შევჭამე. აი ესე რომ ჩვენ მომღერლები დავდოთ ვიტრინაზე, იმ მომღერლებს იმიტომ არ ყიდულობენ რომ ისინი არ დევს ვიტრინაზე. და ხო იდება აი კონკურსები ტარდება. ეგ ტელევიზიის რეიტინგისთვის გადამღერება, ეს ბავშვები გაჩვენებენ შენ რომ მე შენ თუ დამიწერ სიმღერას თუ ჩემში ჩადე ფულს როგორც ეს ხდება თბილ და პოპულარულ ქვეყნებში, ხო? ოცნების ქვეყნები მხედველობაში, ნამდვილი ოცნების, ხო? თუ ესე იზამ მე აგერ განახებ შენ რომ ეს მე შემიძლია. აი ამას ვიმღერებ, ამას ვიმღერებ, ესე ვიარტისტებ, ესე ხალხთან მივალ რაღაც შევაყვარებ თავს, მოვაწონებ, რეიტინგსაც კი დაგიწერ ტელევიზიაში. მაგრამ მე ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ რა ვინც არის ეს, რომ ესენი დავდოთ ვიტრინაში, ჩვენ ამათ არ ვინ უნდა დადოს? ვიღაცები, რა პროდიუსერები, რაღაცები, ტელევიზიები. აი სახეს პროდიუსერი ვინ? შალვა რამიშვილი. და დადო, აბა რა იყო? მაშინ ეხლა ზუსტად გეტყვი რა, ეს არის 90-იანი წლების სიბნელე, ტელევიზორს არავინ არ უყურებს, რა ის ტაბულა. რუსთავი 2-იც კი არ არსებობს და ერთი ხო? და უყურებენ რადიოს უსმენენ უпростоრად რა ამ უშუქობაში. ამან ადგა და მატერიალად დილიდან საღამომდე. და სერიალის გმირივით გავხდი ოჯახის წევრი რა, ჩვეულებრივად და სახე რატო დაარქვით? აღარ რა ვიცი რაღაცა დავარქვით რა. ცუდი სახელი არ არის ხოთა შორის იმუშავა ამ სახელით. ხო. ეს თქვენი საუკეთესო კონცერტი რომელი იყო თუ? ჩემის აზრით მე ყველაზე მაგარი კონცერტი მქონდა Poetry Motion-თან ერთად კინოსტუდიაში. აი ეს დაუვიწყარი კონცერტია, მე ვფიქრობ ეგეთი კონცერტი საქართველოში არ ყოფილა, არასოდეს. და სამწუხაროდ ვერ ხედავ პერსპექტივას, რომ ეგეთი კონცერტი კიდევ ვნახო. შეიძლება შემშურდეს დავიბოღმო კიდეც, მაგრამ გამიხარდება საბოლოო ჯამში, რომ რაღაცა შეიძლება განვითარებისკენ წავიდეს. იმიტომ რომ მე მახსოვს მაშინ ბევრს საუბრობდნენ, რომ ეხა თუფაკი არისო Poetry Motion-ი და არისო Coolio და არისო Orange. ხვდებით? თუმცა პირველ ადგილზე იყო MTV-ში. იმ ეტაპზე იყო MTV-ზე პირველ ხალხი იყო. ხო, გარდა ამისა მათი საუნდტრეკი იყო რომეო და ჯულიეტას მთავარი საუნდტრეკი. ანუ ეს იყო წარმატებული
ჯგუფი, არც ისე ჭეკლასი იყო, როგორც ესენი. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ ჩვენ უთხარით რომ ჩვენთან ერთად სიმღერა იმღერეთ. თავიდან ამათო თქვეს რომ ალბათ ეს იყო რომ ველურებთან ერთად ჩვენ არ ვღერივართ, მაგრამ მოეწონათ ჩვენი სიმღერა, არც ფლად ველურები ყოფილან და ჩაწერეს ჩვენთან ერთად სიმღერა. მერე რომ ვიმღერეთ და ესო ნახეს ეს აჟიოტაჟი სასაცილოა ეხა დამცინებს ბევრი, მაგრამ მე მითხრა იმ ადამიანმა რომ 5 დღით თქვენ კონცერტამდე ჩავატარეთ ლონდონში ჯენეტ ჯექსონთან ერთად კონცერტი და 10 დღით ადრე ფრანკფურტში ჩავატარეთ Black Street-თან, ესეთ პოპულარული ამერიკული ჯგუფი იყო, Backstreet Boys-ი არა? ხო და ის იყო ცუდი კონცერტი ერთის და მეორეს და ეს არის კარგი კონცერტი. აი ესე მithres Poetry in Motion-ის და მე დაუჯერე მაგ. განსაკუთრებულად უცნაური თუ მომხდარა კულისებში ან თვითონ კონცერტზე. კონცერტზე თვითონ ესენი ერთი გოგოები კიოდენ და ტირობდნენ. კი, მთელი ამბავი იყო, მაგრამ ერთი რაღაცა გამახსენდა უცებ გეტყვი. ანუ პირველ ჩამოსვლაზე ესენი რომ ჩამოვიდნენ, ხო? შუქი არ იყო ქალაქში. მახსოვს რომ რამოდენიმე წრე რომ დავათვალიერებდი თბილის განათებას, ხო? აი მე-5 წრეზე რომ ფილარმონია უკვე იყო პარლამენტი თუ ან რაღაცის რა ქვია მუზეუმი ვწვიდით რა სახელებს ხვდები რა დიდი ქალაქია მაგრამ აი ეს არქიტექტურა ძალიან გავს ერთმანეთს ანუ დავიწვით რომ წრეებს ურტყავდით და მეორედ ჩამოვიდნენ ეგენ კიდე 2003-ში და სხვა შემადგენლობა ჩამოყვა და მე მათ უთხარი რომ ისინი ყველაფერზე დაგვრცინოდნენ რა დაგვრცინოდნენ და ვეუთხარი რომ აქ ცოტა ისეთი ხალხი ხო შეიძლება გცემონ მეთქი რა ხო და ამ პროდიუსერს უთხარი რომ ნუ იკრიჭებიან ყველაფერზე მეთქი ძალიან ასე აი ამ პარტავნად დაგვრცინოდნენ ყველაფერზე ნუ მეგობრულად დაგვიძმა კაცთან და ერთი მომენტი იყო რომ გაჩუმდნენ მართლა შეეშინდათ ამ ყველაფრის შევთავაზეთ რაღაცეები მუთხარით რომ გინდა შენ მოსაწევი გინდა ეს უფრო მძიმე რაღაცეებიც რომ და გაგიჟდნენ წითელზე რომ გავიარეთ არაო წითელზე რომ გავიარეთ ხო გაჩერდითო ჩვენო მე უთხარი თუფაკის ძვლებს გაფიცებ მიდი შენ გააკეთე ეს აქ ყველაფერი როგორც თქვენთან არ არის ჩვენთან ჩვენ კანონს ვიცავთ ჩვენ გადასახადებს და მე აქედან რეკავდნენ მახსოვს მე მაშინ თუფაკი ეს იყო ხო თბილისში ჩვენ უყავსო მეგობარიო ჯეიზი მართალს გეუბნები არ გატყუებ ხა რა და მისი პირველი სიმღერა მომასმენინეს და ეს ბიჭი მერე გამოჩნდა და იმას დაურეკეს ჩემ თვალწინ მე მახსოვს დაბადების დღესაც მოგეცოდება ჯეიზის და უყვებოდნენ რომ ჩვენთან რაც კლიპებშია აქ ნახდათ ესე ცხოვრობს ეს ხალხი. აი დღეს ვინ არის ყველაზე გავლენიანი ფიგურა ქართულ შოუ ბიზნესში? არ არსებობს ეგეთი ფიგურა. არ არსებობს. რაღაცა კლანები არსებობენ და ერთმანეთი გააქვთ, მეგობრობენ. ძირითადად ისინი რაღაცნაირად ერთიანდებიან, ზოგი პოლიტიკური იმით ერთიანდებიან, არიან მიშისტები, არიან აქეთ ახალი ამ მთავრობისტები, არიან კიდე სექსუალური ორიენტაციის მხრივად. ვიღაცები რაღაცა ერთიანდებიან მეგობრობენ. მე ძალიან ცუდი ტიპი ვარ, რომელიც არავის არ ევასება. არ ევასები მე მაგათ. მიშა მაგარია შენ დაწერილი. კი, შავი სამუშაო ყველას გაგვიკეთებია. მიშა მაგარია, ჩემი დაწერილი ნამდვილად არ არის. მე არც ტექსტი დამწერია, მელოდია პირდაპირ ვიტყვი რომ ეს რეკორდის თემაა, თუ გახსოვთ. რანანანანანა ეგ თემა აქვს შავმოს გოგას. პირდაპირ აღებული ტექსტი დაადო, იმ ტექსტებს მე დასცინოდნენ რომ სტალინის ტექსტზე იყო მიძღვნილი ეგ მაესტროში იყო თუ გახსოვთ ერთ გადაცემაში. და რომ მოიტანა ეს თავიდან წაიღო ვიღაცეებთან, არ მოიტანა ჩემთან. 5 წელი გუბერნატორი იყო და არ მეკარებოდა. მე მოიტანა ჩემთან, იმიტომ რომ სხვებმა არ გაუკეთეს ეს ნაწარმოები. თან უიმე ეს რა ვქნათ? არა უშავს გავთი. ხო. შემეშვი. ტელეფონზე ვარ გადაღებაზე. კაი. შეგვიძლია ხო გავაგრძელოთ? კი. ხო და ნუ როდესაც ეს ამას გავთიშა. რომ მოიტანა სხვებმა არ გაუკეთეს, იმიტომ რომ გახსოვთ 7 ნოემბერი იყო ახალი ესეთი ცხელი თემა იყო. და მე თავიდანვე მივხვდი რომ ეს არ იყო რაღაც ისეთი სიმღერა, სადაც ჩვენ რაღაც პათეტიკა უნდა რაღაც უნდა გაგვენეიტრე, მხიარული ნოტი უნდა შემოსულიყო და
მახსოვს თავიდან ტექსტში შევთავაზეთ, რომ მზე ამოდის თენდება საქართველოს შენდება და ყველგან თითო შადრევანიც დგას, ესე გვინდოდა თავიდან. იქ იყო თვით ირონიის და რაღაცის მომენტებიც. თუმცა მე გადავიფიქრეთ ამის გაკეთება, მაგრამ თვითონ მუსიკა იყო ისეთი, რომ არ იყო აქ, რომ აი ვიღაც მუმიაში რო აი მხოლოდ ესეთი ტიპები არ მღეროდნენ. თუმცა ვისაც ამის გაგება ესე უნდოდა, იმან ეს უნიჭოდ ესე მიიღო. მაგრამ მე მახსოვს, რომ მე აი ამ მიშას ოპოზიციის ვიღაც წარმომადგენლები, ნუ არ მახსოვს. კი მახსოვს ვინ იყვნენ, მაგრამ არ ახსნი. აი მიშა მაგარიასნაირი დაგვიწერე. ანუ ნაწარმოები, ხო? ეხლა ვიღაცა დაждდება და აუ ეს საზიზღრები, როგორ ეს მუსიკა, ვინც პარკეტი დაუგო, ვინც კვილი დაუბჟინა თუ როგორ არის. ნუ არ შეიძლება, ხო მე მუსიკოსი ვარ. მე გავაკეთე ეს ნაწარმოები ისე, როგორც ვერავინ ვერ გააკეთებდა. სუპერი გავაკეთე და მაგრად სიამოვნებდა რომ უსმენი. რა თქმა უნდა იქიდან რომ მიშა მაგარიას მაგარად ამოეგდოთ მიშა სიტყვა და დაუშვათ სამშობლო ჩაესვათ ეს იქნებოდა ნომერ პირველი ხიტი იმიტომ რომ ნაწარმოები თვითონ კომპოზიციურად იყო ბრწყინვალედ გაკეთებული გინანია როდის მე გააკეთე რატო მე ვნანობ მხოლოდ და მხოლოდ იმას რაც გავაკეთე ცუდი რაც გავაკეთე ეს კარგი სიმღერა ეს კარგი პოლიტიკური მომენტი ამძიმებს ამ ნაწარმოებს თორე თან როგორი რაღაც ხაჩიძემ მოიტანა რაღაც თავის იამახა აქვს თავის ხო იცი იმ იამახაზე მოიტანა ეს ნაწარმოები რა და მე ეს დისკზე გადავწერე შევინახე და ბოლოს გავაკეთე ეხა წავალ მეთქი და ვაჩვენებ მეთქი ჩვენს პრეზიდენტს შენ რა მოიტანე და მე რა მივიტანე მე იქ ანუ ჩემ როლს მეთქი რა არა ხო პრეზიდენტო ხო და იმან დისკი დაამტვრია და გადააგდო რომ არაჩვენო რა პატრული სიმნიც ჩემი გაკეთებულია მე მიყვარს სამეგრელო მე მიყვარს რაჭა და ნუ კაროჩე უამრავი რაღაცა აგერ ტაბულაც მე გავაფორმე ხა ერთი გადაცემა მანამდეც და მუსიკოსი ვარ და მუსიკა უნდა ვაკეთო აბა რა უნდა ვაკეთო ხო აი ნაციონალურ მოძრაობაზე რას ფიქრობ და ქართულ ოცნები რითი გვანან ერთმანეთს ან რითი განსხვავდება? ძალიან ბევრი რამით გვანან და ბევრი რამით განსხვავდებიან. მთავარი მსგავსება და განსხვავება. მე არა ვარ ის ადამიანი, ვინც სულ ყველაფერში ცუდის ნახვას ეს არ მაწყობს. მაშინაც მახსოვს, როდესაც შეხვედრაზე ვიყავი ექს-პრეზიდენტთან რატომ მიჭერო მხარსო მე შენ რო დაუშვათ აი მე ლექსენს დავეხმარეო ზუმბას დავეხმარე იმას და შენთვისო მე დახმარებები არ გამიწევია და რატომ აკეთებ ამას მე პირდაპირ გულახდილად ვთხარი რომ რო გითხარ რომ მეთქი მიყვარხარ თქო სიყვარული ვიცი დედის მამის ცოლის შვილის ძალიან პატარა წლის ეს უყვარს ადამიანს ხო რო ვთქვა რომ დაუშვათ შიშით კვდები რომ რამე რა მე შენ და შენ არა ნუ მე სამე რაღა დარჩავდა. მე მაწყობს მეთქი რომ ფიქრობ რომ მე პირადად და მე ვფიქრობ რომ ყველა ადამიანისგან შედგება ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა არ არის ისე რომ აი სამშობლო არ უნდა ითხოვდეს სტაბილურად ჩემ კისრის დადებას გელიოტინაზე. ესეთი სამშობლო ძნელი შესაყვარებელია, ხვდებით? ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიზახი, მე კარგი ბევრი რამე ვნახე. რა თქმა უნდა შეცდომებიც იყო იგივე ნაციონალურ მოძრაობაში იგივე რაღაც მაგრამ აი ახალ მთავრობაში მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემთვის მე უგულშემატკივი რომ რაც კარგი გააკეთეს იმას ეს უფრო ჭკვიანური იქნება ჩემი მხრიდან თუმცა როდესაც დაუშვათ რამე პრეტენზია მექნება ეს აუცილებლად საარჩევნო ურნასთან უნდა დავაფიქსირო ჩემი გაბრაზება იქნება ეს თუ სიმპათია თუ ანტიპათია რა ეს სამი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი მითხარი შენთვის თანმიმდევრობით. მოდი ესე ვიტყვი, თანამედროვე ფეხბურთი, ეხლა ვინც საერთოდ ვინც გინახავს. მე რა თქმა უნდა ზიდანით ვიწყებ. ყველაფერს ეს ჩემი კუმირია. ყველა მომღერალს ერთად აღებულს მირჩევნია. ზიდანი უფრო მიყვარს ვიდრე ერს ვინდენ ფაიას ტივანდერი და თუნდაც ნირვანა. ან თუნდაც მიგ ჯაგერი. აი ბონო, ყველაზე ძალიან ზიდანი მიყვარს რა, გიждდები ამ ადამიანს. მეორეზე ვინ არის? ნუ მაგრამ ვფიქრობ რომ მასზე მეტი თუ არა არაფრით ნაკლები იყო იგივე დიეგო მარადონა, რაც მე ვნახე. მარადონაც ძალიან მიყვარს. მესამე ადგილზე პელე არ მინახი, ხვდები? როგორ არ მინახე თამაშები მინახია, მაგრამ აი ხა მე მახსოვს რომ ჩემ ქორწილზე ამ მთელი ჩემი სამეგობრო იტალიას გულშემატკივრა 2000 წელს და ბოლო წამს ესე იგი ჩემი სადგზელო ჯერ კიდევ ლუდით მაშინ ისეთი სადგზელოები ისმებოდა სიძის თავანდობითო ყველასო ვინცო საფრანგეთს გულშემატკივრებს აი მაშინ ღმერთო მეთქი ზიდანო აი ხლა მე დამალევინი ამათი სადგზელო თქო და
ვიქნები ბოლომდე შენი გულშემატკივარი თქო და აი ბოლო წუთზე თუ გახსოვს ის ევროპის ჩემპიონატის ფინალი და აი ეს განცდები თუ არა გაქვს პელეს ვერ გაიგებ ხო მე ეს დოკუმენტური ფილმი შევა მხატულ კინოში ვიღაცა მოკლან და ინერვიულო და ამ დროს ნამდვილი დოკუმენტური დისკავერზე უყო ვიღაცას დაადეს იარაღი მოკლეს გადავარდა და ვერ ნერვიულობ ხო აი ეს არის ჩემთვის პელე დოკუმენტური კადრი ეხლა აი რონალდო მესის შორის კიდე აი ეს ორი არის თავიდან იცი რა არის ჩვენ ვერ მავშვებით რაც ეხლა გვაქვს იმას სანამ არ დავკარგავთ და სანამ ამ ორმა ვერაფრით ვერ ვაღიარებდი ვერც ეს და ვერც მეორეს განსაკუთრებით რონალდოს რა ოკეი თინუა ეს არის მაგარი ფეხბურთელები არიან ორივე აი ძალიან ჩვენ რატო ვეღარ ვთამაშობთ ჩვენ ფული არ აგვაქვს ხო ჩვენ ფული არ აგვაქვს და აი გეტყვი როგორი რაღაცა მოხდა რა ჩემი აზრით მე ესე ხალხურად მიყვარს ლაპარაკი და აი როცა დაიწყო საქართველოს ეს ერთ-ერთი პრობლემა არ არის მთავარი პრობლემა აქ პრობლემები ჩამოგითვლიან რომ ინფრასტრუქტურა ბავშვთა ფეხბურთი ინვესტიციები და ეს ყველაფერი მართალია მაგრამ მე რა დავინახე ჩემი თვალით რა ეს ყველა სფეროში ხდება ესე. როდესაც მიხვდნენ რომ ეს კინკლაძე, ეს არველაძე, ჯამარაულეს ტექნარები, რომ მაგრა თამაშობდნენ ტექნიკურად, მაგრამ ფიზიკურად სუსტები იყვნენ და გჯაბრნი და ყველა ნაკრები, მე მწვრთნელებმა დაიწყეს მახსოვს მე დავდიოდი ბავშვების ჩემი მეგობრის, ნათესავიშვილ, ვინც კი ერთ კაცს მოატყუე და მწვრთნელი პასი მიეცი, შენი მოატყუებ, ნუ დაათრევ. და დღეს მე უყურებ რომ ნაკრებში ერთ კაცს ვეღარ ატყუებს ვერავინ. ოღონდ დარბიან წინ და უკან. ხვდები? ისეც არასწორად დარბიან. ანუ რა გავაკეთეთ? ჩვენ ხომ მოდის ყველას ერთი iPhone-ი უნდა გქონდეს. მე რო პირველად მოსკოვში ჩავედი და ვნახე რომ გოგოს ერთს ეცვა ის რაც 90-ში ეცვა ჩვენთან ის რაც მე 5 წუთში 92-ში, მე 94-ში ეს სხვადასხვა ტანსაცმელები რომ ვნახე 4 გოგოზე ვინერვიული რა ხდება მეთქი, იმიტომ რომ მე მეგონა რომ ყველას ერთნაირ განა ის ვიცოდი რომ ცუდი იყო რომ ყველას ერთად ან კარგი მე მეგონა რომ ეს ესე უნდა იყოს. რომ ყველას ერთნაირ უნდა ეცვას, ეს ნორმალია. პატარები ვართ და გვეშინია ინიციატივების და ვიღაცა თმას შეიღებავს და მამამისი და დედამისი კვდებიან ნერვიულობით რომ ისინიც განა დედაჩემმა მითხა რომ ნუ იჭიდავებო, არ გიღირსო. მე მესმისო შენი აი პრობლემა არ არისო, აი თუ უყარხარო, თუ მოსწონხარო, ხო? აი შენი თმების ფერი, მაგრამ ნუ იჭიდავებო რა და ეხა მე რო ვერ გავქაჩავ ხო პოპულარული ადამიანი რომლის კონცერტზე 1000-ობით ხალხი აი უბრალო ადამიანს როგორ უთხარო გახდი დამოუკიდებელი ჯორდანო ბრუნოსავით შენი თავი დაწვი კოცონზე ვერ წვავს ვერ ეშინია შენ ხა ძალიან გაბედული ადამიანი თავამია და რამდენი ფუნდამენტი გიდევს ამისი და ნუ ითხოვ ამას ხვებისგან არა და ითხოვ შენ ჩემი არ იყოს გინდა მაგრამ რო გინდა კაია შეგიძლია უნიჭო ქართველი მომღერლები ჩავამიჩნო. უამრავი. მე მაგარ რაღაცას მიყვარს შენი კითხვები. ქართველები არიან ყველაზე მაგარი უნიჭოები მსოფლიოში. ყველა სხვა უნიჭოები არიან უფრო მორცხვები. ქართველი უნიჭოები არიან ყველაზე ერთმანეთი გააქვთ. ხვდებიან ერთმანეთ, ანუ ძალიან ძლიერები არიან. რომ ჩავატაროთ მსოფლიოში უნიჭოების კონკურსი ყოველთვის ქართველი მოიგებს. ო, რაც უფრო უნიჭოა, უფრო ხმამაღლა იმაში. არა, ქართველი უნიჭოები გაიქაჩენ, სხვაგან უნიჭოები ვერ იქაჩებიან. ჩვენთან უნიჭოები გაიქაჩენ, ჩვენთან არიან აი ჩვენთან ჟიურიში ზიან ტიპები და ამოწმებენ, რომელმაც პიანინოზე დაკვრა არ იციან, არც გიტარაზე და არც სალამურზე და არაფერი არ შეუქმნიათ და იქეთ ასწავლიან ჭკუას ისეთ ადამიანს, რომელიც უფრო ახალგაზრდა ზის და მაგრად დაგიკრავს და გიმღერებს. აბა ეს რა არის ახლა მითხარ? ვის გულისხმობ? უამრავი, 80% ვინც იქ არის. შენ თუ გონია მაგათი ან შემეშინდება ან რამე, ვინცაც დაკვრა შეუძლია, გამოვიდეს დაუკრას იმღეროს და მე რა არ იცის თქო დავიწე. აგერ ვერ უკრავს ყვითელაშვილი, ვიძახი. უკრავს ყვითელაშვილი. რაც არ უნდა ვამტკიცო რომ ვერ უკრავს, აუ რა გავ. რაც არ უნდა ვამტკიცო რომ ყვითელაშვილი ვერ უკრავს, ყველა ვიცით რომ უკრავს. აი მღერის ხო აქ ამ ქვეყანაში ბევრი კარგად მღერის ისინი კარგად მღერიან უნიჭოები ნიჭიერი ვინ არის ვინ მოგწონს ყველაზე ძალიან აი ბევრი ნიჭიერი ყავს ჩემის აზრით უფრო მეტი ყავს ვიდრე გჭირდება უბრალოდ რაღაც მომენტში ყველა მოინდომა სიმღერა პატარა ქვეყანა იყო დაინახეს ანუ მე რატო მოვასწარი მაშინ ეს საქმე იყო მიტოვებული ეს საქმე არავის არ ეგონა რომ აქ მისგან რამე შეიძლებოდა მე ჩვენ ავდექით არც კი ვოცნებობდი ხა მე შალვასთან ერთად და გოგასთან და ათოსთან კი არა და უფრო ადრე დავიწყე
რა ის 20,000 და 30,000 კაცის მოსვლა და ზეპირად ჩემი სიმღერის რაღაცა არც უბრალოდ რაღაც ჭიას ვიხარებდი მუსიკა მომწონდა მიყვარდა და მინდოდა როცა ესე ფაქტი როცა დავინახეთ რომ ეს რეალობა ნუ რა თქმა უნდა ჩვენც გავოცდით მაგრამ ვიღაცამ ფული ვერ ვიშოვეთ ბევრი ცოტა ფული ვიშოვეთ ვიღაცამ თქვა რომ მეც მინდა იცი მამიკო რატო არის ეს პოპულარული მიყიდე რა მამი რა მაშინ მამა არა საყვარელო საყვარელო არა მეუღლევ ჩემზე უფროსო მიყიდე როგორ უნდა მიუყიდოს წავალის ამათხოვარს ფული არ აქვს უკაცრავად ამ სიტყვაზე და ისევ ამას დავაწერინებ და ბორჩხიძე დაუწერს და ვარსკვლავიდან ჩამოვა და დაждდება და ვიღაცას დაუწერს სიმღერას იმიტომ ფული არ აქვს და ეგრე ვინც მუსიკას აკეთებს ისინი ზიან კულისებს მიღლა მე კიდე გამემართლა მე ერთადერთი ადამიანი ვარ რომელსაც შეუძლია დღეს ინტერვიუ მოგცეს და ხვალ წავიდეს და იმ ჭამასმის თქვენი გადაცემის ქუდები აკეთოს მივხვდი აი სხვასთან რო წასულიყავით ვინც ასევე კარგად გააკეთებდა ამ ქუდებს მუსიკალურად იმას არ აქვს იმის ფუფუნება რომ შენთან აქ სკამზე იჭდეს ფანები ხო ბევრი ყავდათ ხო ისარგებლია მაგათი გზნობებით გოგუებს გულისხმო კი რა თქმა უნდა და ბევრი რომანი და ბევრი ის ვქონდა კი რომელი უყვარდათ გამორჩეულად სამივე სხვადასხვანაირად იყო რა პოპულარობას არ უჩიოდით დათოს ისეთ საკმაოდ ბევრი გოგო და ხალბატონებსაც სექს სიმბოლო ვინ იყო? არ სამივე ვიყავით. ცოტა გოგას მეუღლე ყავდა უკვე მაშინ და ამ ხრივ გოგამ ვერ ისარგებლა ისე ამ იმით რა ქვია. თუმცა მახსოვს რომ მასაც რამოდენიმე ისეთი თავგადაკლული ფანი ყავდა რომ სახში აკითხავდნენ და ძლივს რამოდენიმეჯერ გაგდება მოუწია და მეც ეგრე ვიყავი მახსოვს რომ მირეკავდნენ და შეყვარებულს ვეჭხუბენ და არ ვიცნობ და მზად ვარ ამისთვის შენთან ყველაფერზე მზად ვარ. აი ხა მთლად ესეთი რაღაცებით არ სარგებლობდი, მაგრამ ის ვინც მოდიოდა და ვისთანაც შევდიოდი ურთიერთობაში და ბევრი მქონდა ეგეთი შემთხვევა. გეები არ გეფლირტავებოდნენ? არასოდეს, აი ხანდახან ვეჩვენო კიდეც რატო არ მოწონო რომ მაგათ, მაგრამ ბევრი ჩემი მეგობარი მყავს ისეთი, რომელიც არ არის გეი და არ არის მაგას შემჩნეული, მაგრამ გეის მოსწონს. და ის ჩემზე უშნოც მგონია და მოულელიც ის მე არ მოწონო რა, აი არასოდეს არ მოსულან და ანუ რაღაც არ ვიცი. აი ქალი რო იყო რომელთან გექნებოდა რომანი, აი სახეს რომელ ტიპთან? არ ვიცი ხა სამივე საინტერესო იქნებოდა, გააჩნია როგორი ქალი იქნებოდი რა. თუ თავისუფალი ქალი იქნებოდი, სამივესთან მექნებოდა. რა ვიცი. ბლატნოებს თუ უსმენდი ბავშვობაში? კი, ყველაფერს უსმენდი. და ყველაზე დიდ სიამოვნებას რისგან იღებ დღეს? ვერ ვიღებ იცი სიამოვნებებს. არ ცხოვრობ ისეთი ცხოვრებით, რომ აი გართობა მაგალითად ჩემთვის რა არის და არ ვიცი. კლუბში როცა ამიყვანა ხო, აი ჩემი მეგობრები დადიან, ახლა იმ დღეს მიშა მშვილდაძე, გიორგი ლიფონავა ეს ჩვენი მეგობრები. წამოდი ჩვენთან ერთად ესქენი ვერ შვები ვერა. რატო? მივდივარ იქ და რაღაც საკლუბო მუსიკა გუსმენ იქ ბასი რას უკრავს და ჰაი-ჰეტი რა შვება და ანუ იქაც მუშაობას ვიწყებ ხვდები? ანუ მუსიკაში ფილმს უყურებ სუ აი და ვეღარ აი ერთხელ მახსოვს რომ რადაც ასვამი ვიყავი თუ რაღაცა იყო ბესო კალანდაძის სიმღერა მოусმინე ძველი სიმღერა იტყობა ბავშვობა გამახსენა და მივედი ამ კაცს მადლობა უთხარი რომ მეთქი ბესო მეთქი აი რაღაცა მოახერხე რომ მსმენელად მაქციე რომ მე აღარ უსმენდი იმან ფალში გააკეთა და რითმში აერია თუ ტემბრალურად აი ესე კი აღარ მოусმინე აღარაფერ უბრალოდ მოусმინე და გამახსენდა როგორი კარგია რომ ისე მოსმენა როგორც ახლა შენ მოსმენ რა და შენ ალბათ ჩემ მდგომარეობაში შედიხარ ესე ჩემი ყური და ტვინი ამ რეჟიმს გადაეჩვია ნარკოტიკებთან არ ურთიერთობა არ გიცდია ეგრე მოგესწრა არც სვავ ღვინოსაც არ სვავ აი ქართველებს რატო გვაქვს ამ ხელა ამბიციები მაშინ როცა არაფრის კეთება არ ვიცით ხო პრინციპში ვიცით რაღაცების კეთება ეხლა რაღაცების კეთება ხო ნუ თქვა რაღაც სფერო როა იყო 10 არა ეხლა მე ვფიქრობ რომ გეტყვი რა რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ ეს ანდაზა მოძველდა და აღარ არის რეალური აღარ გონიათ ქართველებს თავის თავი ყველაზე მაგრები
ეხა მეორე როდის ეგონათ? ერთი 10 წლის წინ ეს ისეთი იყო, რომ მე ხა ამ მიკრო ჩვენ თაობაში ჩვენ სადაც გვიწევს ეხა ილია ჭავჭავაძის დროს და დავით აღმაშენებლის დროს ალბათ უნდა ყველას ეგონა და ეგრეც უნდა ყოფილიყო, ხო? ეკნებოდა ხა ნუ ატომური ბომბი არ ქონდა, დანარჩენი ყველაფერი ქონდა, ხო იმ საქართველოს და ანუ ის მე მაგარი ქვეყანა ვარ და მაგარი ქვეყნის შვილი ვარ. მე ხა ჩვენ საბჭოთა კავშირში ატომური ბომბი ქონდა. ჩვენ რო ვიძინევდით, ვიცოდით რომ იქ ამერიკელი ღვიძებდა ჩვენი შიში. ამიტომ რომ დაიშალა ეს საბჭოთა კავშირი ჩვენ შემოგვჭა ეგ ამბიციები ალბათ. უფრო მამაჩვენებს, ხო? და ამიტომ ესეთი ბლატნოები და ესეთი ქედმაღლები დავრჩით. მე როცა აღმოვაჩინეთ რომ სუსტები ვართ, ნელ-ნელა ეს ჩვენ გადაგვიარა. ეხა მეორე პრობლემა გვაქვს, იცი? ყველაზე მაგრები არ გონია ჩვენი თავები, მაგრამ ეხა ქართველებს იცი რა გონიათ? ყველაზე კეთილები გონიათ თავის თავი. ეხა ამანაც ესეც უნდა გადავიაროთ, რომ არა ვართ ჩვენ ყველაზე კეთილები და კეთილები სხვაგანაც არსებობენ. არსებობენ მორწმუნეებიც კი სხვაგან. ეს უნდა გაიგონ ქართველებმა. აფხაზეთი როგორ უნდა დავიბრუნოთ და სამაჩაბლო. ორი გზა ესეთი რა გლეხური, ან ისევ რუსებს შევეტენოთ და ამით ან დავიბრუნებთ, ან არა და ალბათ უფრო დავიბრუნებთ, ან კიდე ნუ რაღაც სისულელებს მალაპარაკებ, ისე უნდა განვითარდეთ და ისეთი მაგრები უნდა გავხდეთ, რომ მე თვითონ შეგვეხვეწონ და მე ჩვენ უნდა რეფერენდუმი ჩავატაროთ და უთხრათ აღარ გვინდევხარ თქვენი დედაცვად. ეს იქნება ყველაზე სასაცილო. დღეს როგორ ფიქრობ, აი საქართველოში ხალი მეძავი უფრო მეტია თუ კაცი? კაცი მეძავები ეგრეთი ინსტიტუტი როა სადმე შეხვიდე დაუშვათ. არა, ეს სულით მეძავებზე გიყავ. ანუ გადამგდები და მატყუარა თუ რას გულისხმობ? აი მეძავი. კაცი რა თქმა უნდა. ხო. ანუ ხა ქალები ყავთ გაშვებულები იმეებში სამუშაოდ და იქ რეებს ხო კაცები რა თქმა უნდა კაცები. ხო, ნუ ვისაც გაშვებული ყავს, საქმეზე ის არის მეძავი. ხო, არა, იმათ ბოდიში უჭირთ დაუშვათ რაღაც. მარტო გაშვებაზე არ არის, ეს გაშვება არის უბრალოდ ესეთი ფაზა, სახურავი. თორე მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რასაც ქალი აკეთებს ამ ქვეყანაში და არა მარტო ამ ქვეყანაში, მაგრამ ამ ეს ქვეყანა გვტკივა ჩვენ, ეს კაცის შეკვეთაა. ქალის იმ დოზით თავისუფლება, რა დოზითაც ის ნასკი აღარ გამხადო და სამსახურში წადი და იმუშავე, ეს კაცს დაჭირდა. ყველაფერი რაც, ანუ კაცი ხო უკეთესი შეფოვარი არის, უკეთესი ძიძაც არის, მკერავი, თერძიც, ყველაფერი კაცი უკეთესი. დედაც უკეთესი იქნებოდა კაცი. უფრო ისეთი დათო იძახდა ისა რა ქვია ტურაშვილი, რომ მე სამი მაჩერებდენო ქუჩაშიო, რომ რა იყო, რა კარგი ბიჭი ხარო და აი სამი გოგო და მე ვეკითხებოდი რა იყო ქალი სხვა სახეობა არისო ამ ქვეყანაშიო და აქედან უნდა უთხრე დათოს, კი სხვა სახეობა. ამ ქვეყანაში ქალი სხვა სახეობა. ყველაზე ფარისეულური სადღეგრძელო რომელია? სადღეგრძელოს 99% ყველა ფარისეულურია. თამადა თვითონ არის სიაფანდი ინსტიტუტი. ისე კითხება რომ აი მის ბიძოლას რა ერქვა, მამიდას რა ერქვა და ხო არიან კაი თამადები. კაი თამადები, თამადა ინსტიტუტზე მაქვს მე ლაპარაკი, თორე კაი ტიპები ყველა იქ თამადა კარგი როჟაა, როცა ჩალიჩობს რომ შენ გაგამხიარულოს. თუ გავიწროებს, მაშინ არის ცუდი, ხო? Windows ხომ და გადაყენება, upgrade, ხო? დავაპგრეიდოთ ჩვენ ის. მოусმინოთ იმ თამადას, რომელიც კარგად საუბრობს და რომელიც საუბარიც მოგწონს, რომელიც არა, დავცინოთ. თუ შეიძლება იმაზე რა ქვია, ლასკალაში თუ არის აქეთ ვარდი და აქეთ კვერცხი და ყიყლიყო თუ დაარტყა, უნდა გაუქანო ის თამადასაც გაუქანოთ რა ის გოჩის თავი, თუ ვერ ამბობს ის მას კარგ სადღეგრძელოს, მაგრამ თურმე ყველა თამადა უფალია. თავი თუ ბოლოკივეს. ბოლოკივეს რო. შენთვის რომელ ნაწარმოებში მუსიკალურში ურევია ღმერთის ხელი? ფიქრობ, რომ პირველად მახსოვს, რომ ესე იგი ბეთჰოვენის ეს მე-9 სიმფონია გავარჩიე, მინდა რომ ეს ზუსტად აგიხსნა და შენ თუ გაიგე ალბათ ჩვეულებრივი მაყურებელიც გახსოვს ხო ეგ თემა ევროპის ჰიმნი, ხო? და გავარჩიეს ძალიან ეს სკრუპულოზურად, აი ყველა ნოტი და თან ისიც მედო, პარტიტურაც მედო და თან ყურითაც ყველაფერი და პირველად ცხოვრებაში, ანუ მრავალარხიანი სისტემა ნიშნავს, რომ ფაგოტი, კლარნეტი, ბასი, დაუშვათ ეს პიჩიკატო სკრიპკები, ესენი ვიოლინოები, კონტრაბასი, ყველაფერი მაქვს ცალ-ცალკე. ხვდები? და მაქვს იმის ფუფუნება, რომ მოვისმინო დაუშვათ აი ეს ქვევით რაც ხდება, ქვევით, ხო? ანუ იმ სოლოს დაბლა რაც აკომპონიმენტი.
ის მოვისმინო სოლოს გარეშე. ამის მოსმენის ფუფუნება მექნებოდა თუ მე ვიქნებოდი რიგითი მე ვიოლინე გავუშვათ კონსერვატორიაში ან რომელიღაცა ორკესტრში და იქ მოუნდებოდათ ორკესტრს სოლოს გარეშე ამის დაკვრა. სხვა ან უნდა ყოფილიყავი ხმის ოპერატორი, რომელსაც ეს ვენის ორკესტრი უნდა ჩაეწერა და იქ არის ესეთი სოლო და კიდე მიუტ M ხო, რომ დააჭერდა ის არხი, ანუ იმ არხზე ის ტემბრების წყობა ის ჩუმდება. შემთხვევით ყოველგვარი სურვილის გარეშე დამეჭირა ამ M-ზე ხელი და გამოირთო ეს სოლო. გამოირთო ეს სოლო და მეთქი რაღაც შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ ცუდი იყო. ცუდი იყო და რა ხდება მეთქი დავაჭირე ისევ ამ სოლოს, ჩაირთო ეს სოლო, ანუ ის სოლო პარტია, ესენის მიყვება და ვხედავ რომ რაღაცა თეთრი წვერიანი, აი დავინახე. აი მართლა დავინახე რა. დავაჭირე ისევ გამოირთო და ასე მივხვდი, იცი, ჩემს მუსიკაში ხალხო. აი რამ 5 ინსტრუმენტი რო ამოაგდო და ჩადო 6, ბევრი რამე არ შეიცვლება. აი მის მუსიკაში ერთი აი გოგოსოს ის ფილმი რო აქ ბევრი ნოტიაო რო ეუნება ხო და ეს გაოცებული რო პასუხობს აქ ზუსტად იმდენი ნოტია რამდენიც საჭიროა. აი ეგეთი არ ვიცი რა, ანუ ღმერთი თვითონ ვერ შექმნა იდეალური ფორმები, ხო? ხო არ არსებობს წრე, არ არსებობს სამკუთხედი, აი მას შეაქმნევინა იდეალური მუსიკა. ეს ჩემ ტყავზე განვიცადე, იცი როგორ შემცვა? ამას არ პათეტიკას კი, ეხა ძალიან არტისტი ვარ და მეხერხება, მაგრამ მართლა გეუბნები გულით მე. მახსოვს ერთხელ ვიყავი აქ იმის კონცერტზე, რა ქვია, არ უნდა ეს პომპეზურობა და ეს Simply Red-ის კონცერტზე ვიყავი. მე და ჩემი მეგობარი. ველოდები რომ აი შეცდომა დაუშვა სამ კაცმა რა, არ უშვებს. არ უშვებს და ბოლოს აქვს რაღაც რთული პარტია ის Star რო ქონდა სიმღერა ხო გახსოვს გრემები და იქ ერთი მაღალი ბგერები აქვს ასაწევი და საათნახევარი კონცერტი აქვს და სიბემოლი კი არ არის დო არის რა საერთოდ დო კაცის აი დო კი არ არის ღოზევიდან რე დაამატა რა და მელოდებიო ესე მითხრა ბიჭო მაგაზე მელოდები შეუნა უსო მაგაზე მეტი შემიძლია მე სტუდიაში ჩაგიწერე იმდენი რომ შენ არ დაღლილიყავი თორე მე შემეძლო ამაზე მე აქ შენ დონეზე დავდივარ რო არ შეწუხდე ჩემი სიმაგრით და ჩემი სიძლიერით არ და მე გადავხედე რა ამის მერ ჩვენ მაგრამ მე ხო მასწავლებელი არ მყოლია ხვდები აი ამით ვიმართლებ თავს თავი ხო რამით უნდა გავიმართლო იმიტომ რომ ისიც ხო დადის იმ საპირფარეშოში და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებს ჩვეულებრივ ისიც ხო ადამიანია ვნერ რატოა ესე ჩემზე წინ იმიტომ რომ იმ საქმეში ხო ეხა ბაბუა ჩემი არ მღეროდა ამ Simply Red-ი რასაც მღეროდა იმ მუსიკას ის მას სხვა მუსიკა მოსწონდა და აქედან გამომდინარე უკვე ჩემი შვილის აი იმათ უკვე რაღაც ტრადიცია ექნებათ აი ფეხბურთზე რო ითხოვ მართალი ხარ იმიტომ რომ ყავდა მესხი მეტრეული რაღაც აი მუსიკაში ჩვენ ესეთი საერთაშორისო მასშტაბები აი რუსეთი იყო ერთადერთი სადაც კი გაყიდა 200 მილიონი გაყიდა მართლა გაყიდა 200 მილიონი დისკია გაყიდული 200 ფირფიტაო რა ხვდები და იგივე 75 ივერია მაგრამ ნუ ეს ის არისო რა ეს არისო კი საფუძველი ჩაგვიყარეს და მეც განვითარდი მაგათ იმაზე მაგრამ ნუ უკანა ვართ კვერცხი იყო ჯერ თუ ქათამი არ ვიცი მაინც ეგ ხო ამ უწურავი ის არის რა ამ ეგ საით უფრო ხარ კვერცხისკენ ალბათ რა კვერცხისკენ უფრო ვარ დიდი მადლობა რომ მოხვედი წარმატებებს გისურვებ მადლობა ძალიან გამიხარდა რომ თქვენთან ვარ და რავი თუ შეიძლება მეორედაც დამიძახოთ მოვა